გუშინ განსაკუთრებული დღე მქონდა. მიწვეული ვიყავი საბერძნეთის ასტროლოგიის ინსტიტუტში, სადაც 2026 წლის მასშტაბურ და საზოგადოებრივ პროგნოზებზე საუბარი გაიმართა. იქ მისულმა სხვა გარემო დავინახე, ყველა მოლოდინს გადააჭარბა, თბილი ატმოსფერო, პროფესიონალისა და ჰარმონიული ენერგიის საოცარი ნაზავი დამხვდა. განსაკუთრებული აღფრთოვანება მოყვა იმ ასტროლოგების გამოსვლებს, რომელთაც წლებია ვუსმენ და მიყვარს მათი ხედვა. თითოეულმა განსაკუთრებული ცოდნა და გამოცდილება შეიტანა შეხვედრაში, რის შედეგადაც კიდევ ერთხელ დავწმუნდი, რამდენად მნიშვნელოვანია პროფესიული განვითარება და ცოდნის მუდმივი განახლება. და მაინც ამ ყველაზე სითბოთი სავსე მომენტი ჩემთვის იყო ის წუთი, როდესაც ამდენ ბერძენ საზოგადოებაში მოულოდნელად ქართველი ასტროლოგიური სკოლის სტუდენტი გოგონა მომესალმა. ნაზი ღიმილით მითხრა, ქალბატონო ანა, მე თქვენ გისმენთ. ეს სიტყვები იმდენად გულში ჩამწვდა, იმდენად გამათბო, რომ შეუძლებელია არ ავღნიშნო. განსაკუთრებული სიხარულია, როცა საკუთარი შრომა ადამიანს შთააგონებს, როცა სადღაც უცხო ქვეყანაში შენ ხმას აუცილებლად პოულობენ და გეფერებიან. მადლობა თითოეულს, ვინც მისმენს, მისდევს ჩემს მოსაზრებას და იზიარებს ჩემს ენთუზიაზმს. გუშინ განსაკუთრებული დღე მქონდა. მიწვეული ვიყავი საბერძნეთის ასტროლოგიის ინსტიტუტში, სადაც 2026 წლის მასშტაბურ და საზოგადოებრივ პროგნოზებზე საუბარი გაიმართა. იქ მისულმა სხვა გარემო დავინახე, ყველა მოლოდინს გადააჭარბა, თბილი ატმოსფერო, პროფესიონალისა და ჰარმონიული ენერგიის საოცარი ნაზავი დამხვდა. განსაკუთრებული აღფრთოვანება მოყვა იმ ასტროლოგების გამოსვლებს, რომელთაც წლებია ვუსმენ და მიყვარს მათი ხედვა. თითოეულმა განსაკუთრებული ცოდნა და გამოცდილება შეიტანა შეხვედრაში, რის შედეგადაც კიდევ ერთხელ დავწმუნდი, რამდენად მნიშვნელოვანია პროფესიული განვითარება და ცოდნის მუდმივი განახლება. და მაინც ამ ყველაზე სითბოთი სავსე მომენტი ჩემთვის იყო ის წუთი, როდესაც ამდენ ბერძენ საზოგადოებაში მოულოდნელად ქართველი ასტროლოგიური სკოლის სტუდენტი გოგონა მომესალმა. ნაზი ღიმილით მითხრა, ქალბატონო ანა, მე თქვენ გისმენთ. ეს სიტყვები იმდენად გულში ჩამწვდა, იმდენად გამათბო, რომ შეუძლებელია არ ავღნიშნო. განსაკუთრებული სიხარულია, როცა საკუთარი შრომა ადამიანს შთააგონებს, როცა სადღაც უცხო ქვეყანაში შენ ხმას აუცილებლად პოულობენ და გეფერებიან. მადლობა